პირველ რიგში დავიწყოთ თავისუფლება მზია ამაღლობელს აუცილებლად და ჩვენი სოლიდარობა მას. რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, ეს უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ცხადია, იმიტომ რომ ყოველი გოჯი მიწისთვის მიმდინარეობს გააფთრებული შეტაკებები და სისხლის ღვრა. ხო, არავინ ელოდა, რომ 3 წელი გაგრძელდებოდა ეს ომი, პირველ რიგში არ ელოდა თავად რუსეთი, იმიტომ რომ ის გეგმავდა 3 დღეში აღებას კიევის და იქ ხელისუფლების შეცვლას, რაც არ გამოვიდა. და ხედავთ, რომ მე-3 წელია ეს სისხლის ღვრა გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე და პირდაპირ სოფლიოში ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოს ჯარი არის შეჭრილი ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და ცდილობს მის ტერიტორიების დაპყრობას, დაპყრობილიც აქვს რაღაც ნაწილი და ცდილობს წავიდეს წინ, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მიზანი არის სრული კონტროლი უკრაინაზე, მიზანი არის უკრაინის ხელისუფლების ცვლილება, პრორუსული რეჟიმის დასმა და შესაბამისად საკუთარი ინტერესების გატარება იქ. ხო, ამ მიზნების მისაღწევად ის არ ზოგავს არანაირ რესურსს, ის გაურიგდა ისეთ რეჟიმებს, როგორიც არის ირანის რეჟიმი, იღებს მისგან რაკეტებს და დრონებს და სხვა შეიარაღებას, გაურიგდა ისეთ რეჟიმს, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და ხედავთ, რომ კურსკის და არა მხოლოდ კურსკის ოლქში არიან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები და ისინი იბრძვიან რუსეთის მხარეს. და ცდილობს მობილიზება მოახდინოს ყველანაირი ადამიანური რესურსის იმისთვის, რომ თავისი მიზანი იყოს მიღწეული. და ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვები, ხო, როგორც უკვე წარდგენაში ვახსენეთ, მას ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი ვლადიმერ პუტინთან, ისევე როგორც აქტიური კომუნიკაცია აქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაგრამ საინტერესოა თქვენი შეფასება ამ ნაწილში, როგორ გგონიათ, ვინ რა პირობით შეიძლება რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რისი დათმობა შეიძლება მოუწიოს ერთი მხრივ რუსეთს და მეორე მხრივ უკრაინას თან მოლაპარაკებებზე. მოდით იმით დავიწყოთ, რომ თავიდან წინასაარჩევნო პერიოდში იყო ტრამპის დაპირება იმის თაობაზე, რომ ის ერთ დღეში დაასრულებდა ამ ომს. თუმცა რიტორიკა მოგვიანებით შეიცვალა. რა თქმა უნდა, შეიცვალა. ახლა საუბარია იმაზე, რომ მისი პრეზიდენტობის 100 დღის თავზე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. ჯერჯერობით რაღაცა კონკრეტული კონტურები გამოკვეთილი არ არის, თუმცა ვიცით მაგალითად მზაობა იმისი, რომ მოლაპარაკებები შედგეს. აი ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზელენსკი მზად არის კურსკის ოლქში გაცვალოს გარკვეული ტერიტორიები. რომელი იქნება ეს, რომელი ოკუპირებული ტერიტორია იქნება, მას არ დაუკონკრეტებია. ის აცხადებს, რომ მისთვის უკრაინული ყოველი გოჯი მიწა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა დანარჩენი. ხო, ანუ საუბარია ზაპოროჟიის ოლქზე, ხერსონის ოლქზე, დონეცკის, ლუგანსკის, რა იქნება აქ არ ვიცით. იმიტომ რომ ვიცით, რომ იქაც კურსკის ოლქში ძალიან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. რეალურად კურსკის ოლქი არის, როგორც იყო ვარაუდი გამოთქმული, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებში რაღაცა გაცვლის როლი შეესრულებინა ამ ოლქს. შესაბამისად, ესეც იქნება. სავარაუდოდ უბრალოდ წინასწარი ინფორმაცია არის იმის თაობაზე, რომ კონკრეტიკა იქნება მიუნხენის კონფერენციის პერიოდში გამოკვეთილი, როდესაც ზელენსკის წარმომადგენლები შეხვდებიან ტრამპის ჯგუფს და იქ იქნება უკვე რაღაცა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი. აი როგორი მონახაზი იქნება, ამას უკვე ყველანი ერთად ვნახავთ. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში. ასევე ტრამპის სურვილია, რომ უკრაინა ანუ ეს თებერვალში არის, ანუ რამდენიმე უახლოეს პერიოდში. ტრამპის სურვილზე მინდა კითხოთ, ის ამბობს, რომ უკრაინამ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეული უნდა გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ საინტერესოა აქვს თუ არა უკრაინას წიაღისეულის რაიმე მნიშვნელოვანი რეზერვები და ზოგადად აი რამდენად ეფექტურად გესაგხებათ ეს გეგმა გრძელვადიან პერსპექტივაში. ნუ ეს არის რაღაცა გადაძახილები, ვიცით რომ ზელენსკიმ პრეზენტაციაც მოაწყო იმ რესურსების თაობაზე, რომ რახან რესურსებზე არის საუბარი, უკრაინას გააჩნია გარკვეული რესურსები. უკრაინის ნახევარ განადგურებულია რეალურად ახლა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მისი ქალაქები არის ცეცხლში გახვეული, მასირებული არჩეტევები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, მნიშვნელოვანი არის მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი არის ღირსეული მშვიდობა. როგორი იქნება უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობა, ეს არის მისი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. იქ მხოლოდ ევროპული ძალების გადასროლაც კი
საუბარი არის მაგალითად 100-დან 150,000 ჯარისკაცამდე არ არის ეკვივალენტური იმ რაოდენობა რუსის ჯარისკაცის, რომელიც ახლა იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ხო? ანუ აქ საუბარი არის ძალიან სერიოზულ გარანტიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ წავა წინ და მთლიანად ჩაყვებავს უკრაინას. ანუ აქ საუბარი არის უკრაინის ეგზისტენციალურ გადარჩენაზე, ანუ უკრაინის ანიჰილაციას აპირებს რუსეთის ფედერაცია. და თუ კი ეს მოხდა, ღმერთმა დაიფაროს, მართლა ისეთი რამ განვითარდება მთელ მსოფლიოში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი შეერთებული შტატების აქტიური ჩართულობა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, ისე რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს როგორც სახელმწიფო. ერთია ომის შესაძლო დასრულება, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, რასაკვირველია, მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის მხრიდან საომავლო აგრესიის პრევენციაც. ხო, ამასთან დაკავშირებით ისაუბრა სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. აი ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით როგორ გასახებათ მოვლენების განვითარება და ზოგადად აი ესე რო დავსვათ შეკითხვა, რა შეიძლება გააკეთოს მსოფლიომ რუსეთის დასასუსტებლად და მეორე მხრივ უკრაინის გასაძლიერებლად. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო ვილსონმა დატვიტა ალბათ 1 საათის წინ იმ აქტის შესახებ, რასაც ეწოდება უკრაინის შეიარაღება ისეთი სახის აღჭურვილობით, რომელიც ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, ანუ რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის. ეს აქტი იქნება წარდგენილი პრეზიდენტ ტრამპისთვის, მოაწერს თუ არა ხელს, რა თქმა უნდა, უცნობია, თუმცა ეს დოკუმენტის სახე ამ ყველაფერს აქვს და მიეწოდება პირველ პირს იმისთვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ მხოლოდ იარაღის და ძალის ესმის რუსეთის ფედერაციას. უკრაინისთვის და არა მხოლოდ უკრაინის, მათ შორის საქართველოსთვისაც გადარჩენა მდგომარეობს რუსეთის სისუსტეში და არა მის სიძლიერეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის მეზობლებს უბრალოდ ჩაგრავს, ხო და ჩაგრავს ჩვენ შემთხვევაში არა მხოლოდ 1801 წლიდან და მოყოლებული დღემდე უკრაინის შემთხვევაში. ნუ მოკლედ ის ყველას ჩაგრავს, ვისაც მიწდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომლებიც აიძულებს რუსეთს დაიხიოს უკან თავისი განზრახვებისგან. კი, ეს არის მხოლოდ ძალა. მესმის. და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას მომისმენია ხოლმე ეს კითხვა და ამიტომაც გისვამთ, აი ტრამპს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა ჯო ბაიდენის ნაცვლად თავად რომ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი და ეგრეთ წოდებული მშვიდობის მომხრეებიც იზიარებენ თითქოს ამ ნარატივს. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეს იყო გარდაუვალი პროცესი თუ პრინციპში შესაძლებელი იყო ამ ომის პრევენცია? აბსოლუტურად გარდაუვალი პროცესი იყო, რუსეთი ემზადებოდა ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ მისმა სპეცსამსახურებმა გარკვეული გათვლა ვერ გააკეთეს. გათვლა იყო 3 დღეზე და რეალურად ეს ომი გაიწელა, აგერ უკვე მე-3 წელია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც რუსეთის მოქალაქეების და ცხადია უკრაინელი, როგორც მშვიდობიანი, ასევე სამხედრო მოსამსახურეების. ეს ომი დაიწყებოდა ისევე როგორც 2008-ში დაიწყებოდა საქართველოში. ის ემზადებოდა ამისთვის და ჯერ კიდევ 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული ცნობილი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან იყო ამისი მანიშნებელი. ან ძალიან მკაფიო ნიშნები, უბრალოდ მაშინ კოლექტიურმა დასავლეთმა ყური არ შეიბერტა. შესაბამისად, მივიღეთ საქართველოში ის, რაც მივიღეთ და უკრაინაში კი 2014-დან მოყოლებული 2022 წლის ჩათვლით დღემდე. აი ეს ვითარება. და ბოლოს გიორგი, რა გავლენა შეიძლება კონდეს აი ამ კონფლიქტის რუსეთის ომის უკრაინაში, ამის დასრულებას ჩვენს ქვეყანაზე ამ შემთხვევაში საქართველოზე მის მომავალზე პერსპექტივებს? იცი რა, ორივე სცენარი იქნება ჩვენზე მკაფიოდ ასახული. და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება, რა თქმა უნდა გვინდა უკრაინელი ხალხის გამარჯვება, გვინდა მშვიდობა უკრაინაში ცხადია, გვინდა საქართველოში უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და ეს ყველაფერი არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი დასუსტდა, თუ კი რუსეთის აი ეს ამბიცია, იმპერიული ამბიციები აღიკვეთა და შეიკვეცა. სხვა შემთხვევაში დაღუპული არის როგორც უკრაინა, დაღუპული არის ასევე საქართველო.